კვადრატულიანი ბელეტაჟის სახლის შენებობა, შავი კარკასი, რკინა ბეტონის სამუშაოები, ბლოკი გარე და შიდა ტიხრები. სახლის ფასის და ანგარიშება მშენებლობის არ არის მარტივი, ბევრ რამეზე არის, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორებზე დამოკიდებული, თუმცა სტანდარტული და მიახლოებითი დაანგარიშება იქნება ეს, რა ფასის ცვლილება დამოკიდებულია იმაზე, თუ თქვენ როგორ ნახავთ ხელოსნებს, როგორ ნახავთ მასალებს, რა ტიპის ფუნდამენტი იქნება, როგორ იქნება და ასე შემდეგ. დეტალურად რო ვთქვათ, პირობითი ფუნდამენტი, ლენტური ფუნდამენტით რომ ავიღოთ, ეს არის ლენტური ფუნდამენტი, შავი წერტილი უჯრები არის კოლონები, ეს კი შემკვრელი ქამრები არის. აი ამ სიცარიელე მიწის ზედაპირის ზევით ცოკოლზე რაც იქნება შეგიძლიათ ღორღით შეავსოთ, ან თუ არ შეავსებთ, აერაცია იქნება და თქვენთვის ფინანსურადაც შეამცირებს ხარ, ზომები იქნება ზუსტად სახლის ზომები, ფუნდამენტი პირდაპირ ამოყვანილი 7.5-8 მეტრზე. აი ეს შუა გამყოფი ლენტი, იმიტომ არის რომ შესაძლებელი არის პროექტში აივანი გააკეთოთ და ამიტომ ასე გავანაწილეთ, ან შეგიძლიათ სხვა სტილშიც გააკეთოთ და ფუნდამენტი ვიზუალურად გამოიყურება აი ასე. აი ეს ნიშნული არის მიწის ნოლი, მიწის ნოლიდან 1.20 სიღრმეზე. პირველ რიგში 20 სანტიმეტრის სიღრმეზე ღორღი დაიწყებნება, 30-ზე თუ გააკეთებთ კიდევ უკეთესი, 40 სანტიმეტრზე იქნება ეს ლენტური ფუნდამენტი, რომლის სიგანე იქნება ისევ 40 სანტიმეტრი, 40-ზე, ხოლო ლენტის ზედა ნაწილი უკვე ამოყვანილი იქნება დიაფრაგმით, რომლის სიგმაღლე იქნება 1.30 m, 60 სანტიმეტრი იქნება მიწის ქვეშ და მიწის ზედაპირიდან 70 სანტიმეტრი, რაც ეგრეთ წოდებული ცოკოლი იქნება. ხოლო ცოკოლზე ზევიდან იქნება უკვე გადახურვის ბეტონის ფილა 20-იანი, იმის შემდეგ კი წავა 3 მეტრიანი კოლონები. ეს კოლონები შეგიძლიათ კიდევ უფრო გაზარდოთ თუ სახლის სიმაღლე მეტი გსურთ. ეს კოლონები ჩაშენებული იქნება დიაფრაგმებში ფუნდამენტიდანვე, აი ესენი, როგორც აი აქ არის ნაჩვენები, ფუნდამენტიდანვე ავამაღლა, ხოლო ზევით კიდე როდესაც ბლოკის ტიხრები ამოვა, ზევით კიდე ექნება აი ამ სტილში შემკვრელი ქამრები. შიდა დაპროექტება შესაძლებელი არის აი ასე გამოიყურებოდეს, ეს იქნება აივანი, ეს წინხედი არის სახლის, ზუსტად აი ეს ნაწილი წინხედი. აივანზე კიბით ავალთ, აქ იქნება შესასვლელი კარი, აქ იქნება დიდი ვიტრაჟი, მისაღები, კალიდორში გავივლით, ხელმარჯვნივ იქნება აბანო, აბანოს შემდეგ სამზარეულოს გვერდით პატარა სათავსო, კალიდორის ბოლოში ფანჯარა სინათლე რო შემოვიდეს, ხოლო აქ იქნება ერთი საძინებელი. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გადაანაწილებთ დანარჩენ. მიწის სამუშაოები ტრაქტორით სრულად 1500 ლარის ფარგლებში დაგიჯდებათ, ღორღი, შემოტანა, დატკივნა ყველაფერი 500 ლარის ფარგლებში, საყალიბე მასალა 100 კვადრატზე მაინც უნდა ვიანგარიშოთ და ქირაობა დასრულებამდე 40 ლარით რო გამოვიდეთ 4000 ლარი დაგიჯდება, შავი ცვეთადი მასალა, რომელიც არ ბრუნდება უკან და სახმარი მასალა არის, იქნება 800 ლარი და ეს მასალა მე შემდგომში შეგიძლიათ სახურავის და სხვა სამუშაოების დროს გამოიყენოთ. რამდენად სუფთად მოიხმარს ხელოსანი იმაზეა დამოკიდებული. ბეტონი მთლიანობაში 50 კუბში უნდა ჩავეტიოთ, თუ ცოკოლზე არ ჩავასხამთ აი აქ მთლიანად ბეტონს და ღორღს ვამყოფიერებთ, ან ღორღსაც არ გავაკეთებთ, ამ შემთხვევაში გექნება ჩვენ ბეტონი 50 კუბური მეტრი, ჩასხმით ჰაიდელბერგმა დაიანგარიშა 275 ლარი, 13750 ლარი. აქვე რეკლამასაც გავუკეთებ, ჰაიდელბერგს არის უმაღლესი ხარისხის ბეტონი მიწოდება, ჩასხმა არის საქართველოში უმაღლესი ხარისხით. არმატურა დაგჭირდება 8-იანი დიამეტრის, ეს დიამეტრის აღნიშნული არის 8-იანი, 10-იანი, 12-იანი და 14-იანი, ამის ზემოთ ფიზიკურად არ დაგჭირდება, ნახე კონსტრუქციული სკალა და იქედან გეუბნებით. 200 კილო დაგჭირდება 8-იანი, 327 10-იანი, 2 ტონა 12-იანი და 14-იანი 786. ჯამში გამოვიდა ფასი 11000 ლარი. აქაც თქვენ შეგიძლიათ ეს როსთავის არმატურა იყიდოთ, ან შეგიძლიათ მეორადი არმატურა იყიდოთ და ფასების ლავირება აქაც მოახდინოთ. ბეტონის ხელობა ფილა, ბეტონი გამოდის 60 კვადრატი, ფუნდამენტის გრძივი მეტრი, აი ამ ფუნდამენტის გრძივი ეს იანგარიშება გამოდის 50 მეტრის ფარგლებში, 46 და რაღაცა 50-ად დავამგვალე, ცოკოლი, ანუ და ფუნდამენტის დიაფრაგმა, ამის ზედა ნაწილი, აი ეს უკვე ამის ზევით, ფუნდამენტის ზევით, აი ეს ნაწილი გამოდის ისე 50 მეტრში დამგვალებულად, ჯამში 160 კვადრატი და გამოდის 6400 ლარი ხელობის ფასი.
ბლოკი 2150-280-ში izobloks თუ გავაკეთებთ, გამოვა 6020 ლარი, ან შეგიძლიათ სხვა ბლოკი გააკეთოთ და დაახლოებით გამოხვიდეთ 2 ლარში ან ლარი 90-ში, ხელობა 3225, აქაც შეგიძლიათ 1 ლარიანი ან 90-იანი მწყობელი ნახოთ, მაგრამ მე ლარი 20-დან ლარი 900-მდე ვანგარიშობ ხელოსნის ფასს და სხვა მასალა, იქ სილა, ცემენტი და ასე შემდეგ 1500 ლარი. ჯამში გამოვიდა 39070 ლარი, ამას დავუმატოთ იმ პირის ხელფასი, ვინც იქნება საქმის წარმოებელი, ეგრეთ წოდებული პრარაბი, ან თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გააკეთოთ, ან პროექტის მენეჯერი, ვინც ამას უხელმძღვანელებს, 3 ეტაპად დაიყოფა სამუშაოები, ფუნდამენტის სამუშაოები, ზედაფილის და კოლონების სამუშაოები და ტიხრები 2000 ლარი. თითო ეტაპში რო გადავხადოთ საკმარისი იქნება და გამოდის 45070 ლარი. ეს თანხა 45070 ლარი თქვენზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ შეამციროთ არმატურის მიხედვით, რამდენად იაფადიშოვით, ბეტონის მიხედვით და ასევე საყალიბე მასალათა ყველგან, აი ყველა დეტალში თქვენ შეგიძლიათ ბლოკთან შეგიძლიათ 500-600 ლარით შეამციროთ, შესაძლებელი არის აი ესეთი დეტალები რომ გაიაროთ. ბევრნაირად შეძლებთ ამის შემცირებას. შემდგომში განვიხილოთ სახურავი ამ სახლის, ეს იყო ბეტონი, რკინაბეტონი და ბლოკის სამუშაოები.